ჩაი. ყავის დროა ღამის 12-ზე. შაქარაკო ჩავყარე. მოდი თან ყავას შევლა, თან ხე გეჭურავებით. TikTok-ზე ერთი, ვაიმე დედა რამდენია. ენა გადმოგდებული ბუმზღი გამოთქვამდა თავის დებილ აზრებს, რომ თურმე ჩვენ ქალებს მაგრად გვეზარება შულების გაჩენა და ძალიან გავზარმაცდით ქალები და კაი ხელი გვაკლია მამაკაცების თუ რაღაც ამდაგვარი შინაარსის პოემა მოყვა ვიღაც მამრმა. გენაცვალო დედა შეიჭაყალელო. კაცო ასეთი აზროვნების კაცისგან ხო არა თუ 2 და 8 ერთი არ უნდა გააჩინოს ქალმა, საერთოდ ზედავნოს არ უნდა შეხედო ეგეთი დეგენერატი აზროვნების მამაკაცს. ძალიან მალე საქართველოში ქალები აღარ ვივლით, ივлит მარტო თქვენ კაცები. იმიტომ რომ იცლება საქართველო გარბიან ქალები ემიგრაციაში, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან რთულია ცხოვრება, მამაკაცის სამსახური აქაც ძალიან რთულია და მთელ პასუხისმგებლობებს ვიღებთ ზოგადად ქალები და არა მარტო მაგაში, ბევრ რამეში, ხო? და ამიტომ უწევთ ქალებს გაქცევა შორეულ ემიგრაციაში და ტოვებენ ოჯახებს, ტოვებენ იმ შვილებს, რომელიც ხალხო მიწებებული რო ყავს, შენი როა, სულით ხორცამდე იგლეშ და მიდიხარ და არ უნდა ამ ხალხს ეს 2 და 8 ბავშვი. ეხლა თქვენ წარმოგიდგენია, ბრამხელა ის არის, ჯერ ერთის დატოვება რა არის, ხო ხვდებით, მოიწყალჩავას ხან. და მოდი ეხლა შენ დატოვე 4 და 5. წარმოიდგინეთ რა იქნება, ხო? და გამოვლენ აქ და შვილო, თქვენ რო არაფრის ბოდიში და ერთი ადგილი არ გაქვთ, ხო? ამიტომ მიბრძანდებიან ქალები ემიგრაციაში და იმიტომ კი არა, რომ მაგრად ეხალისებათ. სწავლისთვის რომ მიდიხარ სხვა არის, სამოგზაუროდ რომ მიდიხარ სხვა არის და იმიტომ რომ ოჯახი შიმშილისაგან იხსნა, ეგ არის სხვა რამ. მოდი შევთანხმდეთ რა ერთ რამეზე, რომ თუ მამაკაცს აქვს იმის თავი, რომ აცხოვროს ცოლი და აცხოვროს ოჯახი, არ ჩინოს არა აცხოვროს, არსად არ წავა ქალი ემიგრაციაში, არ დატოვებს თავის შვილს, თავის ოჯახს, თავის ახლობლებს, თავის მეგობრებს და არ გადაიკარგება იქ ვიღაცა როზალინდას მოსავლელად. რა თუნდა ხა ამას თქმა, მითხარით. აი და გამოვლენ მე ეს შემთხვევით დაბადებულ კაცად წოდებული ხალხი და იცი რა არის, ეგრე კი არ არის, უბრალოდ ქალებს გეზარებათ. კაი კაცო. კაი, ეს მეუბნები. არწმუნებული ხარ გვიზარება. ვიღაცა შევა ეზარება, მაგრამ უმრავლესობა ვეღარ აჩენს ზუსტად მაგიტომ, რომ დღეს არ, მაგრამ ზეგშება მოგიკაკონოს ემიგრაციის დაჭირვებამ და მოგიწევს გაქცევა. ამიტომ. ჰაი, გაგვიმარჯოს, დილომშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? რა შევით, ხო ხართ ყველა კარგად, ნორმალურად, ჯანმრთელად. როცხელ ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, სახეზეც მივჩნევა, მაგრამ თქვენ როგორ ხართ? თქვენ ხარცად მე წასულებ თუ ჩემს ავთ იხვითქებით თბილისში. ვაიმე, არ ვიცი, გუშევა მოვხლებთ ამერიკა სოფელშია და ისე მსხელავს სიკვდილი მიდაო და ვერ გავიგე, ხალხო სადღა წავიდეთ. ყავამდე ცოტა წყალი დავლიოთ. ონკანზე რო შემოშვიდე ხელი ხალხო ატუღებული წყალი მოდის და ვიფიქრე, რომ ნუ ატუღებული არა, მაგრამ ცხელი და ვიფიქრე, რომ ცხელზე მაგ გადმოწეული თქო და კაც დავხედეთ სივზია. კიდე შევშვერ ცხელი დავხედეთ სივზია. ანუ რა დონის სიცხეა მის თქმა მინდა. რა არის კაცოს მითით. ხო და ესე გოგოებო, მოკლედ ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ დავლიოთ ყავა. ხვალ მოფრინავენ ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი რძალი და ძმისშვილი ანიტა და ჩემს ჭკუაზე არა ვარ. გუდი
გადავდეთი. სანამ ეწყალს ვსვამ, ყავაც შეგრილდება იქამდე. ნემიტენი ცხელია. მიყვარს ესეთი დილა, რო არავინ მიშლის ხელს გადაღებაში. ეხა კობარო აქ არის, ესე ვერ ვიღებ ხოლმე რა, ვერ ვიღებ რაღაცნაირად. ალბათ ვფიქრობ, რომ კომპლექსი მაქვს გადაღების საზოგადოებაში ზოგადად. და ხო, ალბათ ნაწილობრივ ეგრე არის. ხო და დღეს მაქვს, დღე როცა ვაიმე იმდენი საქმე მაქვს. აი რა გითხრათ ხალხო, გადმოდი. რა? კი სიხარულო. კი სიხარ. კი გენაც. დედა რომ სიგზე რაღაცას ამბობს, კი გენაც. ესე იგი, სარეცხი მაქვს და სარეცხი. აბაზანა გასახიხი. გუში უნდა მომეწესრიგებინა ისე როგორც მე მინდოდა და გადავდე რატომღაც მეგონა რომ იქნება ხვალგრილოდეს თქო. ბაზარში წასასვლელი მილიონი პროდუქტი საყიდელი და ბავშვით. ანუ აი ეს ბოლო პუნქტი მშოკავს, რომ იმდენი რამე ბავშვით უნდა მოვახოხიალო. აი უკვე ძალიან ცუდად ამაქვს ნერვები რა არის დედიკო. ეხლა ერთი წუთი დედიკო იმიანი მაქვს ხელი სიხარულო. რაც თბილისში ჩამოვედი გოგოებოს, აწყვეტილი ვარ. დიდად რო გითხრათ, რომ ეხლა მე რამეს ვისვამ, ძალიან მოგატყუებთ. და ისე ცხელა სიმართლე გითხრათ, წასმის თავი არა მაქვს. ხა გუშინ მარიკო გავიყვანე ხალხო უბანში აქვე და ჩემი ჭკუით წავისვი რაღაცა ქუისილერი და ეს ვიკალე. და ვაიმე. მოვყვებ, კიდე მოვყვებ. თუ რავი მოვყვები არ მახსოვს. ხო და აი შენი კონსილერი ფეხებში ჩამომივიდა ისე ცხელოდა, მოდიდე. ფიქსატორი არ მიმისხავს. მოდი. თვად ეგრე მობილიზებულიც არ გავედი. ხო და ესეთი ამბები, წავისვათ დამატენიანებელი, კი არა, ჩემგან არ გამოვა არაფერი. მზის დაცავი, რომელიც სულ ზღაფავს. მაგრამ ჯერ არ ვაპირებ ყიდვას, იმიტომ რომ მეორეშიც არის ცოტა და მეყოფა ეხლა რამენაირად. ცოტა ხანი მეყოფა და მე რა უნდა ვიყიდო აუცილებლად თვალზე. რა თქმა უნდა ვიყიდო ყოველ მიზის გარეშე. ვაიმე, სული ამოვძვრა ღმერთო. გამთენისაც ჩამოფრინდებიან. გამთენისაც ბატონო. მე და ანიტა კარგად ვითამაშებთ ღმერთობით და სახატაველი დაღატოს და მე ვათხოვე. რა თქმა უნდა დედა. ვითამაშებთ თავის. ჩამოფრინდებიან ხვალ გამთენისას. ცოტას დაიძინებენ, ცოტას რა დაიძინებენ მოკლედ. და რომ გაიღვიძებენ, მერე უნდა გავიყვანოთ ბავშვები ნახალონკაში, მაკდონალდში და როგორც იქნა ვიყირსეთ და დიდი მადლობა. ხო, ცოტა ეხა ისეთ ადგილზეა, მე არ მინდოდა ეგ ადგილი, მაგრამ ნუ ნახალონკაშია და ხვას არ ვიყიდე. ჰადე. კი, მოდი დედიკო თან მივირთვით. ახალი მაკდონალდსი გაიხსნა, ის რო არის. მივირთვი? კინო საქართველო. საერთოდ გლიჯე დედა თითი აბარაკენისი და დაზიანებული მაგესტიკები. კინო საქართველოს ჩასახვევში დაბლა უნდა ჩახვიდეთ, საბარო არის სავაჭრო ცენტრი, მაგის ცოტა დაბლა არის. აქვე არის რეალურად აი ჩასახვევები უკვე აი ტვინში. ანუ გამოდის რომ კიკვიძის უკან არის რა. კუძის უკან. ცოტა გავწიოთ ჩემი გოგოები უკან.
რამჭირს კაც. ესე იგი, ეს ჩემი ტელეფონი საერთოდ არის მიგდებულ მინაგავებული. ეს ჩემი აი მე დედა. სანამ ამას ვიყიდდი, სად არის კაც? ვიყებ. ეს არა დედიკო, დილით ჩვენ ტელეფონი არა გვაქვს, ხო იცი? მერე ცოტა ხანი კი ბატონო და ჯერ არა. ხო და ამას ხო მარტო ზარებზე ვიყენებ და ნუ თუ იმას ვტენი, ამითაც ვსქროლავ ხოლმე რა და ისე მაქვს უკვე ხა იმაზე თვალი მიჩოული. რომ ამას რო ვუყურებ, გეგოება ვეღარ ხედავ შეიდეს რა არის, ეგეთ შეგზევავ და კი დედა, სამუშაოა და სულ მაქვს ოღონდ დასატენი, სულ და ჩემი ქორება მოკაცო იმაში მაიჩადე რამე ნომერო და გირეკო ის მას გიჩერია ხელში. ერთი ტელეფონი ქონდაო, ვერ ვუკავშირდებოდით. ორი აქ და მაინც ვერ ვუკავშირდებითო და მეუთხარი სამი რომ მქონდეს მე ნახეში ახლა მესამე არ ჭირდება ხალხო არაფერში სიმართლე გითხრათ. მეც დედიკო. მეც მიყვარხარ მთელ გულში. მიირთვის იხარულო მე საქმე გვაქვს, მიდი ჩემოსიც. ვაიმე დედა, შენ გაყვანაზე არ მკითხ. არ ვიცი, შეიძლება დედი მანანა ბებოსთან დაგტოვო და მე საჭმელი ვიყიდო, გავიდე, ნახოთ, არ ვიცი. დედა არა უტყდე მერე. მე რა ვიცი. რო იცი ხოლმე თავის გაგიში. ხო თქვი მირეკავდნენ გამორთული რომ მქონდა, ეხა ეს მამა ჩემი იქნება უეჭველი. მამა ჩემი. ვიცი რატო არ მიჩვენებს? იქ ამომიგდო თითქოს რომ გირეკავდნენო და ვერ გავიგე. ჩემი კვარი იქნებოდა ხვიდან. ბაბა თუ გია ერთი. დილი და აქტიურად ეგენი მირეკავენ ხოლმე. ხო, მამა ჩემსაც ურეკია კობასაც ვაიმე ღმერთო მაყალო. დამირეკო და გერა ვარ გაბზადებული ვარ გამიყვიცეთ. ხო. ნავი არაფერს ყავს ოშერაშვილი. რა ქნა გაშაკეთლები. ლამაზია მკვეთრია თუ ისა? ძალიან მკვეთრი ხო არ არის? მე ჩამიგდი აბა ფოტო რო დააყენებ მაგას ვიდეო უფრო სწორად. არაფერს რა ვიცი იმას მირთა შოკოლადის კარგს. ხო, ხვალ მოფრინავენ ისინიც. განთენი ისეს. ხო. ხო, არის ფარხში არ არის მანქანა დაიწყო მუშაობს ხო? მირეკავდა ალბათ სამსახურში. აქაც და საჭმელი მას აყიდელი უნდა გავიდე და არ ვიცი რა. როგორ უნდა გავიდეთ მე ბავშვით ამ სიცხეში არ ვიცი. სად მანდ ვედარ ჯანი 10 დღეა ჩამოვადა. ხო, მიირთვი დედიკო შენ მიირთვი საქმე გვაქვს მერე. ის არის ორ შაბათს იკეთებს ოპერაციას. აბერში ხო და გირეკია. ბავშვებს აქვთო ისა. ხო რა ვიცი, ახლა ვიცი რომ მეშვები არ პასუხობენ და ერთი წუთი მარიკო. პარასკევი არ არის? არ ჩამოხვალ შაბათისთვის? კაი მიდე. Sorry. აი მე ხამის დარდები ვინ იკეთებს ოპერაციას? არავინ არ იკეთებს. დედი მიირთვი ეგრო დავინახო რომ მიირთვი თუ შეიძლება მე ძალიან ავარ გოგო ნუ მაღლა წამომჯდარი. ესე იგი ხალხო აი რასაც ვუყურებ მე საქართველოში. რა იყო დედი? დაცემინე? ჯამრთელობა შვილო გული გამისკდა რა იყო. ეს ყველა ჯერჯი საჯიდებლად არის დაბადებული. შენ გაიზარდები. რასაც ვუყურებ მე საქართველოში, ეხა ხო ცოტა მოვიმატე იქ სოფელში რომ ვიყავი. ის ერთი კვირა თუ რა. რა შემხვდები ამ გზაში. მე რასაც ვხედავ, აი რა აწუხებს საზოგადოებას.
კიდე მოიმატე. აუ შემეშვით, აი ერთი რუპორი უნდა ვიყიდო, გადავდგი აი მიდან. შემეშვით. ჩვეულებრივი ამბავია ეგ, ზაფხულია. სოფელში რომ მიდიხარ, მაგას ვგულისხმობ. სულ მიდის ისეთი კვება თქვენ იცით როგორიც. ხიზაბავრაში ეგრე ძალიან ნაწყვეტილი არ ვიყავი, მაგრამ აქ მივუშვი ჩემი თავი. რამაც მომცა 2 კილოზე ცოტა მეტი მატება, მაგრამ უკვე დავიწყე მესამე დღეა ასე რომ იმასაც მივაქვესკნელებ, მაგრამ საზოგადოების გამომეტყველება არის ისეთი რთული აზატანი. ნუ აი გეგონება დაიცა ქვეყანა და არიქა ეხლა სიგიტკი აღარავის მოუმატია ხალხო. არ მინდა უბრალოდ კუჭის ოპერაცია გავიკეთო რა, აი არ მინდა რა. ამ ყველაფერს ძალიან ვარიდებ თავს, იმიტომ რომ ჩემითაც თუ შემიძლია მივაღწიო იმ შედეგს, ხო, ხან მატებით, ხან კლებით, მაგრამ მივაღწიო, მივიდე იქამდე. მატებით რა, ეს პლუს მინუსებით. მიირთვი დედა, მიირთვი, კი. ამიტომაც არ მინდა რა, არ მინდა ხალხო და ძალიან ბევრმა მირჩია, მაგრამ არ მინდა, იმიტომ რომ მე ჩემს ორგანიზმს ისე კარგად ვიცნობ, გადასარევად ვიცი როგორ დავიკლო. მაგრამ მე ავირჩიე ის გზა, რითიც ვიკლებთ ნელა. არ მინდა ეს შიმშილი, არ მინდა ეს თავის წაქცევები და ცხოვრების გადადგურებები. ისედაც დავიკლებ. იყოს ნელა რა, მეჩქარება გეხვეწებით რა. თავარია რომ ეხლა როგორც ვარ, კომფორტულად ვარ. ეხლა არა ვარ კომფორტულად ეს დღეები. მატება მაქვს და კომფორტულად არ ვარ. აი გრამსაც რომ ვიმატებ, ის რაღაცნაირად ვარ თითქოს დამძიმებული რა. და ვიცი. რასაც უყურებ საქართველოში, პრობლემა არის, რომ დედა ვიღაცის შვილმა მოიმატა, დედა ვიღაცის შვილი ასე, დედა ვიღაცის ყველა მეორე კუჭის ოპერაციას იკეთებს. ხალხო, გადაღალეთ ეს საზოგადოება, ვინც ვართ პუტკუნები, გადავღალეთ, აი, ცხოვრება აღარ გვინდა და ყველა ირჩევს მერე მაგ გზას. ეხლა ეს გზა კუჭის ოპერაცია უფრო მეტად მარტივი რატოა გეტყვით? უფრო მეტად იკლებ. ეხლა ამით უფრო სხვანაირი კლებით იკლებ, იმით ცოტა სხვანაირად იკლებ და თან ის მომენტი რომ ვერ მიირთმევ ბევრს და ასე შემდეგ, ჩემთვის მაგალითად, აი ესე ტვინი რო ფიქრობს, ბევრად რაღაცად მარტივია, იმიტომ რომ ახლა გინდა და იკვებები და მერე ვერ ხვდებით და რაღაცნაირად მერე გიჩდება ეს ყველაფერი. თუმცა არავის არ ეგონოს რომ კუჭის ოპერაცია მარტივი გზა, ძალიან ბევრი გოგო ვიცი, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ და ისეთები ვიცი, რომლებმაც მოიმატეს ძალიან ბევრი რაღაცა პერიოდის ჩუსტები ჩაიცვი მერე. ამიტომ სულაც არ ვთვლი, რომ დედა რა მარტივი გზა რამე, ან დედა რა მარტივია თუნდაც ეს კალორიული. არ არის არც ერთი რეალურად მარტივი, იმიტომ რომ აქ ყველაფერს აკეთებს ტვინი. იმაშიც, ამაშიც. ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა, ადრეც მაქვს მოყოლილი, რაღაცა პერიოდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, დაიკლო ძალიან ბევრი, მერე არ ვიცი, რაღაცნაირად ალბათ იცვლება ხო აქ რაღაცები, კუჭი ხო თავისთავად იწელება, ძალიან მარტივად იწელება და ცოტა მეც ვჭამდიო, ცოტა მეც არ ვიცი გული როგორ არ ერეოდა, უფრო მეც რო იღებდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გული ერავად ხოლმე. მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე, ესე იგი მიაჩვია, ხვდებით? კუჭი მიაჩვია ტვინი და მოიმატა. ამიტომ არც ეგ არ არის, აი როგორი გამოსავალი, იცი, სამუდამო გამოსავალი, არ არის ეგ. ჩემთვის სამუდამო გამოსავალი ეს უფრო კალორიული დეფიციტი, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს დავიწყებ, როცა მომინდება და კუჭის ოპერაციას ნებისმიერ დროს ნამდვილად ვერ გაიკეთებთ, უკვე ერთხელ რო გაქვთ გაკეთებული. მაგრამ ბედნიერებისაკენ და შენი კარგად ყოფნისაკენ, რომელ გზასაც აირჩევ, შენთვის ეგ გზა არის გამართლებული, ოღონდ შიმშილს არ გულისხმობ ხარ, რა თქმა უნდა, რაღაცა არც ის არ მომწონს ყველა მეორე ხალხო, ყველა მეორე ადამიანს, რომ აქვს თავისი, ეს რა ქვია, დიეტის კურსები თუ რაღაც, აი
არ მომწონს არანაირად. მე ხა მყავს ჩემი რამდენიმე გოგო, ვისაც ვაკვალიანებ იმას, რაც მე ვიცი. იმას, რითიც მე ვიკლებ, არც მეტი, არც ნაკლები. არ ვიგონებ არაფერს. იმას, რითიც მე ვიკლებ. რა თქმა უნდა, ეს უფასოა, ბუნებრივია და ისინი ძალიან ჩემები არიან. ასევე არიან ადამიანები, ვისაც მე საერთოდაც არ ვიცნობ და ძალიან ბევრი მასალა ჩამიყრია მე რა რით ვიყვებები და მე როგორ და მე რანაირად. მაგრამ არავისთვის არ მithქვამს, რომ ეს არის რაღაცა პროგრამა თუ რაღაც, არა. უბრალოდ რომ მეკითხებიან, მე პასუხს აუცილებლად ვცემ ადამიანებს. სულ ეს არის. კუჭის ოპერაციის შემთხვევაში უკვე სხვანაირად არის საქმე. გეუბნებით, იმდენი გოგო მოიმატა ჩემს ირგული ბევრმა არა, მაგრამ ნაცნობმა 1-2-მა და აი ისე რომ ვუყურებ ხოლმე TikTok-ზე იქ რაღაცებს, რომ ეს შიში ამყვა ხვდებით, რომ გავიკეთო და მოვიმატო მერე, აი რო გაიკეთებ მალევე ხوار მოიმატებ, კაცო შანსი არ არის, ჯერ ერთი წამიდეთ იყო, ჯერ კლება და რაღაცა დროის მერე ხდება. თუ ტვინი ვერ მომართე. ხო და მე კიდე თავდახარ გაიკეთებ. თუმცა მე თქვენ მოგიყევით კიდე TikTok-ზე რომ ნახე ის გოგო, გაკეთებული აქვს ოპერაცია და ახლა იკეთებს, როგორც ვიცი, მესამედ. თუ მეორედ, ვაიმე არ მახსოვს ზუსტად რა დიდხნის წინ ვუყურე, ხელახლა იკეთებს, იმიტომ რომ ისევ მოიმატა ძალიან. და ამბობდა, რომ იქნება ახლა მაინც მოვმართო ჩემი გონება სწორადო და რა ვიცი აბა. ძალიან რთულია, როცა ადამიანებს ეგ მომენტი აქვთ, აი, რომ დაგინახავენ და ხო, და მადრო ერთ კვირაში ისევ დავიკლებ რა იყო. ნუ ჩამიკლავ რა იმ რაღაცას შემარგე ის ერთი კვირა რომ ვიქეიფე გადა მაგრად. ხო შეიძლება. არც უნდა შეიმჩნიო რა, არ უნდა შეიმჩნიო, იმიტომ რომ არ უნდა ატკინო იმ ადამიანს. რა ხა მე უკვე მივეჩვი და ხა მატკინო ნაკლებად, მაგრამ რაღაცა წყის ხოლმე კაცო რომ დამაცადე რა, იმ ერთ კვირაში ისევ ისეთი ვიქნები და დამაცადე ხო შეიძლება. მეტი საქმე რატო არ გაქვს ხო ადამიანს გარდა იმისა რომ 20 კილოგრამები ითვალო. ანუ საქმე გამოგელია. წადი რა, წადი და რა ვიცი, იმდენი რამ არის ცხოვრებაში გასაკეთებელი და გააკეთე. აღარ ვიცი, რითი დავაკავო ეს ტვინი, რომ რაღაცნაირად აუ ძალიან მინდა ხალხო რა, აი ძალიან მინდა ხელსაქმე ვისწავლო. აი ამდენიმე ვარიანტი მაქვს, ხონდა არ ვიცი რა. არ ვიცი. ბოქსიდი მინდა ძალიან ვისწავლო და ძალიან მომწონს და ძალიან კარგად იშოვება სხვადასხვა მაგ ბიზნესით. ნუ მოქოქვა უნდა ბიზნესი, ხა ეგრე კი არ არის. ასევე ძალიან მომწონს ჭიქებს რო ამზადებენ, მაგრამ ნახეთ ერთი პრობლემა მაქვს. შეეც ხატვის ნიჭიმი არ გამაჩნია. და ეხლა როცა ჭიქებს ამზადებდა და მოხატო და არ იცი ხატვა, რავი, ეგეც კიდე ცალკე ის არის. აი რაღაც ამდაგვარი მინდა ძალიან რომ ვისწავლო, ოღონდ ისე როგორც საჭიროა რომ ვისწავლო, ხვდები? და ისე კი არა რომ ეხა გაიდე რაღაცა. ძალიან მინდოდა საპნების დამზადება თქვენ გახსოვთ, ძალიან ატეხილი ვიყავი და ახლაც ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ სანთლები ხო არ ვისწავლო, რაც აი ნათლობის სანთლებს რა ფორმებენ და ის. ხო და ყველა მეუნდება მაგისწავლასო, შიო, რატო უნდა გადაიხადო ფული YouTube-დან მარტივად ისწავლიო, მაგრამ მე მინდა რომ კონკრეტულად ადამიანთან ვისწავლო. ხო და თუ კი ეხლა არა, ოღონდ ეხლა ამის ეხლა არ მუშაობ და ფიზიკურად ვერ ვისწავლი ვერაფერს. სამსახურში გავალ ალბათ სექტემბერი, აი ოქტობრისთვის უფრო მზაობა მექნება იმის, რომ შევისწავლო. ონლაინ არ მინდა რა, ერთი შაბათი კვირა მაქვს და აი რომელიმე დღეს თუ მექნება გაკვეთილი, ასე რომ ვთქვათ. ხო და თუ ვინმე იცით რაღაცნაირად მიმაწუდინეთ ხმა იმ ადამიანამდე. ანუ რა მინდა ნახეთ
დროთა განმავლობაში მინდა რომ მე მქონდეს ჩემი საქმე და აღარ ვიყო ბაღში. იმიტომ რომ ნარიკო 2 წელში უკვე მიდის სკოლაში და რაღაცა პერიოდი დიდი ალბათობით გიყიდი ჩემო სიცოცხლის სკოლის ჩათვლას. მე დიდი ალბათობით რაღაც პერიოდი ვეღარ ვიმუშავებ. იმიტომ რომ უნდა ვსდიო, ხო იცით ამ პირველი კლასი როგორი ამბავია. ხა მე არავინ არ მყავს ეგ დამტოვებელი, რომ ვთქვათ, შემიწყოს ხელი, შესაბამისად მომიწევს ეგ ყველაფერი, ხო? ნახევარ განაკვეთზე მუშაობას რაც შეეხება, მე გონზია რომ არ მარიკოს გრაფიკები როგორი იქნება, რომელს მენებში იქნება, ასე შემდეგ და ისედაც ხა მარტო 3 საათით და 2 საათით სად უნდა გახვიდეს სამუშაოდ, ეგრე არავის არ უნდა და ამიტომ ვამბობ, რომ რაღაცა საქმე მჭირდება, რითიც მე ვიქნები რეალიზებული და თუნდაც ყავებულ ბიზნესზე არ არის აქ ლაპარაკი, უბრალოდ რეალიზებული ვიქნები და არ ვიქნები და ესე არ ვიჯდები. ნუ გარდა ხა ვიდეოების გადაღება კიდე სხვა რამეა, სხვა შემოსავალი მჭირდება მოკლედ რა, გარდა იმისა, რომ ხა სახლში უნდა ვიყო ხშირად, მარიკოს ვსდიო ხა მარტო სკოლაში სიარული არ არის, უამრავ რამით უნდა დააკავო ბავშვი, ხო? ეხა უამრავი შებარნიედო მოედო, მაგრამ მოვყვები და მაგრამ ბავშვი უნდა იყოს აქტივობებში ჩართული. ამიტომ რაღაცა ალბათ ვფიქრობ, რომ 1 წელი ალბათ ვერ შევძლებ, აი არ ვიცი რა, ამიტომ მინდა რომ რაღაცა საქმე ვიპოვო ისეთი, რითაც მე შევძლებ რამის გაკეთებას. აი არ ვიცი, რაღაც რაებიც მომწონს თქვენ იცით და მე სულ გეოვნებით ეს ეპოქსიდი, ეს საპნები, ეს სანთლები მომწონს, ეგ რაღაცები მომწონს. ასევე ძალიან მომწონს რომ ამზადებენ პატრა გვირგვინებს, იმით რა ქვია, თხელის რო არის, აუ რა ქვია მაგ რაღაცას. არ მახსოვს. ეგეც ძალიან მომწონს და სხვადასხვა ერთ გოგონას რომ მივწერე მითხრა რომ აიო მართლაო, იმდენად მარტივია YouTube-ით შეგიძლია ვისწავლო და ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე, მოკლედ მე რასაც ვქმნი და მითხრა რომ ანუ იმდენად მარტივად აითვისებო, იმიტომ რომ შენ გწოდნიაო ეგ ყველაფერი ისედაცო და უბრალოდ ტექნიკა ნახე YouTube-შიო და ამისთვისო ფულის გადახდა არ გჭირდება ნამდვილადო და ვერ მივედი იქამდე რაღაცნაირად, ალბათ სურვილი არ მეყო ისეთი რომ მან დავჯდე და ვუყურო, თორემ ახლა ეს რაღაცებს ვაკეთებ, მაგის სწავლას რა უნდა რეალურად, მაგრამ მანდამდე ვერ მივედი. ეხლა ვედე. ეხლა მე ხო მაქვს YouTube-დან შემოსავალი. ამ ეტაპზე ისეთი შემოსავალი ნამდვილად არ მაქვს, რომ ვთქვათ, აღარ ვიფიქრო სხვა რამეებზე, ხვდებით? არ მაქვს ჯერ მე მასეთი შემოსავალი. ეხლა 2 წელში მიდის მარიამის სკოლაში და 2 წელში რა თქმა უნდა უკვე ისეთ ეტაპზე გადავალ, რომ ყოველთვიურიც მექნება და მანამდეც თუმცა მარტო YouTube არა, სხვა საქმეც უნდა მქონდეს აუცილებლად. ესეთი ამბები. ნახოთ რა იქნება. აუცილებლად რომ უნდა ვისწავლო, მაგას თქმა არ უნდა. დედი, ეს დამიხატე. რადე? ფანქარი მომიტანო. ფანქარი, რომელიც მინდა, რომელიც გინდა და ხო და აი მე საპტებზე რომ მიდოდა მეუბნებოდნენ გოგოები რომ გვაქვს ფანქრე სანთლები ბევრად ის არისო რა აი ნათლობაში იმაში ყველა სჭირდებაო და უფრო ჯობიაო ეგ ისწავლო მე მაგაზეც მეუბნებოდნენ რომ მე ისეთი მარტივია მაგაზე ფული რატონა გადაიხადო მაგრამ არა მე მინდა ვიცოდე და ისე ვიცოდე, დედი კოწადი, ისე ვიცოდე და ისე შევისწავლო, რომ მე აუცილებლად მქონდეს მე სერტიფიკატი. ეგ მინდა, რომ მე უნდა ვიყო ისე, რომ მქონდეს სერტიფიკატი და არა მხოლოდ იმ ერთხელ ერთი თვია თუ რაც არის კურსი, არ ვიცი, ერთი წუთი საუბრობ, გავიარო, არამედ მინდა, რომ
კიდე სხვა მასტერკლასებს დავესწრო და ასე შემდეგ და რაღაც ეკუთხით გავითარდე. რა საქმესაც დავიწყებ, მოკლედ რა, რო აგიხსნათ. და არ მინდა რომ ერთხელ გავიარე ხეთკვირიანი თუ რაღაცა და ვიდე და ვიცი. არა, მინდა რომ რაღაცა გრძელვადიანად გავიარო, მინდა რომ იმას ვქნა, რა ქვია, მასტერკლასებს დავესწრო, რა საქმესაც ვიფიქრებ, რომ აი ეს მომწონს და მოდი ამით რაღაც უნდა დავიწყო, მე აუცილებლად უნდა დავიწყო. და მით უფრო ახლა მე აუდიტორია საკმაოდ დიდი მყავს, ყველა პლატფორმაზე თუ ერთად შევკრებთ ძალიან ბევრი გამოვა. ამიტომ დაახლოებით რამდენი სადღაც 53,000 თუ მეტი ბამბარი არ არის კაცო მეტი, ჰა? ბამბარი დიდი ჯოხი და ასე ვთქვათ, არ გამიჭირდება, რა იცით, რამე გვერდი რო შევქმნა, მერე ამის გავრცელება. გვერდის გავრცელება რა და ძალიან გამიხარდება მერე თუ რა საქმესაც დავიწყებ და აუცილებლად დავიწყებ, იმიტომ რომ მე ესე ვერ ვიჩდები ნამდვილად გვერდში დამიდგებით და რაღაცნაირად გამივრცელებთ, მოიწონებთ და ასე შემდეგ და გამიაქტიურებთ იმ გვერდს, რასაც შევეცდები, რომ შემოგთავაზოთ და არ მგონია რომ იყოს უინტერესო. ხო და ვნახოთ მოკლედ რა იქნება. მერეო მაღაზიებში შეაქვთო ეს პროდუქციებიო, რაღაცა უცხოელებზეც მუშაობენო ესა უბრალოდ უნდა დაიწყო და განვითარდე ძალიან ისე რა, რომ შენში დაინახოს ვიღაცამ რაღაც. რადე? შენ მიირთვი ჩემო სიცოცხლე და მერე მიყიდე. მიდი ხედავ რომ არ დაგისრულებია. მიდი დედის გული მიდი. არა, მიირთვი და წაიღე, მანდ დაიდე დედი და თან დახატე, თან მიირთვი. მიდი ჩემო სიცოცხლე. მიდი რომ მერე უნდა წავიდეთ, მიდი. ბაზარში, მიდიდე. ასე რომ მოკლედ ის გეგმები რაც მე მქონდა რომ ხელსაქმე მესწავლე, ეს ისეა და ძალიან საინტერესო იქნება საბოლოოდ რას ავირჩევ. აი საპნები ძალიან მომწონს ხალხო, არ დაგიმალავთ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ შევა რეალიზება ძალიან გაუჭირდეს. აი არ ვიცი, მგონია რომ სანთლები უფრო მეტად თქვენ რას ფიქრობთ? ჩაკბიჩე? ჩაკბიჩე სიცოცხლე და გაიქეცი დაგინახოს დედამ. ეს მარტო იმ ნახტობის სანთლებზე არ არის გოგოების საუბარი, დეკორატიული სანთლები, სურნელოვანი და ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება. არ მახსოვს რამდენი 1400-1500 რაღაც იყო ადრე, აღარ მახსოვს, ოღონდ ზუსტად არ მინდა შესვლა შეგიყვანოთ. რიდა კურსი. ფაზდაკლები თუ რაღაც ეგ. ფაზდაკლები საქმეა. სიამოვნებით ვიმუშავეთ ბარტერით, მაგრამ ესე არავინ არ ვიცი ესე რომ ბარტერი შევთავაზო გესმით და ერთ უნდა მოვიძიო. ან ისე უნდა გავიარო გადანაწილებით რო ხდება კიდე გადახდა და ეს კაი მოიფიქრე სხვათა შორის გადანაწილებით გადახდა. ბევრად მარტივად გადაიხდა შეძლებს სწავლას. ხო ჩახდე. კი დედიკო. ხო, კარგი, მიირთვი შენ და ადრე მომხდა კიდე გულზე რა იცი, რაღა დრო შენი სწავლაო და თვალები გადმომცვი და
აი რა არის ხო ადამიანის ენა. Რაღა დრო შენი სწავლა, რატო დაასკვდეს რომ სიცოცხლე დავამთავრე ვერ გეტყვით. ჩემთვის ადამიანი არის უინტერესო მაშინ, როცა განვითარების სურვილს კარგავს, როცა აღარ უნდა განვითარება არც ერთი კუთხით. არც საქმე, არც თვითონ შინაგანი, ანუ ზოგადად განვითარების კუთხე რომ მისთვის ჩინურია. ხო და განვითარდეთ, მით უფრო ქალები. მეტად საინტერესოები უნდა ვიყოთ. პირველ რიგში საკუთარი თავებისათვის. ცხოვრებაში არ ვიცით რა ხდება და უნდა ვიდგეთ მყარად მიღს.